გამარჯობათ. გაზაფხული დგება და მოდის დრო ჩითილების გამოყვანის, აგრეთვე თესვის. სათესი მასალის წინასწარი დამუშავება მკვეთრად ზრდის ჩითილების ხარისხს, მცენარის გამძლეობას, იმუნიტეტს და შესაბამისად მოსავლიანობას. დღეს მინდა შევეხო რამდენიმე საკმაოდ საინტერესო მეთოდს, ხალხურ მეთოდს თესლების წინასწარი დამუშავების, რომელიც ორგანულ და ბიოლოგიურ მეურნეობებში სრულიად დასაშვებია და მისაღებია. Რაღაც გარკვეული გამოცდილება არსებობს მათი გამოყენების, თუმცა არ არსებობს არანაირი სამეცნიერო დასაბუთება. მე თვითონაც ეს მეთოდები გამომიყენებია, რომ გითხრათ, ორჯერ, სამჯერ გაიზარდა მოსავლიანობა მოგატყუებს, მაგრამ საკმაოდ ჯამრთელი ჩითილები გაზრდილა. და აუცილებელია, რომ ცოტა twin-ს გავანძრიოთ რაღაც თეორიული საფუძვლების გამოყენებით, შევაფასოთ, რამდენად გამოდგება კონკრეტული თესლისათვის, კონკრეტული სახეობისათვის და ასე შემდეგ. ეხლა რა მეთოდები გახლავთ ეს? პირველი ეს არის თესლის დასველება განზავებულ, რუსები და ბელორუსები კეფირში აკეთებენ. პრინციპში ჩვენი მაწონით სრულიად მისაღებია კი არა, გაცილებით უფრო მდიდარი და უკეთესიც გახლავთ ვიდრე კეფირი. კეფირს წინასწარ აზავებენ მინიმუმ 3-ჯერ მაინც აუცილებლად, თუ არა და სულაც 1 კოვზი კეფირი ან მაწონი რომ აიღოთ და 9 ლიტრად წყალში გახსნათ, ეს პრინციპში უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს და ასეთ წყალში ვასველებთ თესლებს მინიმუმ 2 საათის განმავლობაში. ეხლა რა ხდება ამ დროს? ცნობილია, რომ ეს უკვე მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ რძემჟავა ბაქტერიები და ფერმენტები აძლიერებენ, აჩქარებენ გაღვივებას და ზრდასაც ხელს უწყობენ. უკეთესად თესლი უკეთესად გამტარიხდება, ასე ვთქვათ, წყლისათვის, წყალი უფრო შეხწევადი ხდება, მიკროფლორა თესლების უმჯობესდება და იმუნიტეტიც, რა თქმა უნდა, ძლიერდება. ეხლა კეფირი იქნება მაწონი თუნდაც თურქული აირანი, დაახლოებით ერთნაირი ეფექტი აქვს, როგორც ვთქვათ, ჩემი გამოცდილებიდანაც და როგორც ამბობენ, თუმცა ყველა თესლზე მე ამას არ გირჩევდით. ეხლა რა შეიძლება უარყოფითი მოხდეს? ერთი რომ ჟავიანობა ზედმეტად გაიზარდოს, ზოგჯერ ცუდი სუნი აქვს და ეს უკვე ლპობის ნიშანია, ამიტომ დასველების მერე უნდა აუცილებლად გავარეცხოთ ცივი წყლით და გავაშოროთ, სანამ დავთესავთ. ჩრდილში, რა თქმა უნდა, ან ვთქვათ ისე, რომ არც ძალიან თბილ ადგილას, რომ ეგრევე სველი ძალიან სწრაფად არ გაყვიდეს. ეხლა რატომ არ გამოდგება ყველა თესლისათვის? არის მცენარეები, რომელთაც მჟავიანობა არ უყვართ. ეს არის კომბოსტო, ჭარხალი. შემდეგ ლობიო, ასე ვთქვათ, ბარდა, აი ამათ არა. მაგრამ ასევე მჟავე არ უყვართ ხავსს, სალათებს. შემდეგ ისეთ ყვავილებს, როგორც არის პეტუნია, მიხაკი, ამათაც არ უყვართ მჟავე. ამიტომ ასეთ თესლებს ნუ დავასველებთ, ვთქვათ, მაწონში.
არ არის საჭირო და არაფერ შედეგს არ მოგცემს. ასევე სტაფილო, შემდეგ კამა, ბაზილიკი, პიტნა, ესენიც არ არის რეკომენდირებული მათი მჟავე არეში დასველება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაზავოთ შენ ხარ ჩემი ბატონი და ამით ესე იგი მჟავიანობა მცირდება, pH-ი ნეიტრალურისაკენ იცვლება, მაინც ამ თესლებზე არ ვცდიდი ამის გაკეთებას. უბრალოდ არც მისდია. ეხლა რომელზე შეიძლება და რომელზე გამომისდია და გამოსულა. ეს არის კიტრი, პომიდორი, ასე ვთქვათ, გოგრისებრთა ოჯახის ყველა, ასე იგი, გინდა საზამთრო ნესვი, გოგრა, კიტრიც გოგრისებრი გახლავს, ყაბაყი. აი ამათი დასველება განზავებულ მაწუნში სრულიად შესაძლებელია და ჩვენერი, ასე ვთქვათ, ჩითილები იზრდება. გარდა ამისა, მაწუნისა და კეფირისა რეკომენდაციას აძლევენ კიდევ ისეთ ხსნარს, როგორც არის აი კომბოსტოს მწნილის ხსნარი. ესეც რა თქმა უნდა განვაზავოთ. უნდა განვაზავოთ მინიმუმ 1 სამთან. მაგრამ ეხლა რა განსხვავება თქვათ მაწუნსა და კომბოსტოს იქაც და იქაც არიან რძემჟავა ბაქტერიები. გარდა ამისა საფუარასოკოებიც თქვათ მაწუნშიც არის და კომბოსტოს მწნილის ხსნარშიც. მაგრამ კომბოსტოს მწნილის ხსნარში არის საკმაოდ ბევრი ვიტამინები, ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას და გარდა ამისა ამინომჟავები ესეც ამითაც მდიდარია, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ის ნატრიუმ შეიცავს, ნატრიკლორს შეიცავს, კომბოსტოს მწნილის ხსნარი საკმაოდ კარგი საშუალება შეიძლება გამოდგეს გარკვეული ტიპის თესლებისათვის და პირველ რიგში ისევ ეს არის გოგრისებრი და თქვათ ძალყურძენასებრთა ოჯახი, პომიდორი, ბადრიჯანი, აი ესენი წიწაკებიც სხვათა შორის. ესენი ყველა შეიძლება ვიმეორებ დამუშავებული იქნეს როგორც კეფირითა და მაწვნით, ისე კომბოსტოს მწნილის წვენით. მაგრამ რა თქმა უნდა განზავებული. დასველება არაუმეტეს 2 საათი, 2 საათზე მეტი არავითარ შემთხვევაში. შემდეგ ვრეცხავთ წყლით, თუ რაიმე დასარჩენია იქ მიკროორგანიზმები ზედდარჩებიან და აუცილებლად ვაშორებთ ჭრდილში. მშრალი თუ არ იქნა თესლი, ისე მისი გამოყენება ცოტა არ იყოს უხერხულიც გახლავთ, ხო? ძნელი. აი ეს ასე ვთქვათ, რაღაც მინიმალური რჩევები ამ სახალხო საშუალებების შესახებ. ეხლა ასეთი რამ ვიმეორებ სამეცნიერო სტატიები ამის შესახებ, რომ აი როგორ გამოვიყენოთ მაწუნი, კეფირი, ვთქვათ, კომბოსტოს მწნილის წვენი, ეს არ არსებობს სამეცნიერო ლიტერატურაში. თან მით უმეტეს ეს ისეთი პროდუქტებია, რომელთა შემადგენლობა ძალიან განსხვავებულია. ვთქვათ, ბებიაჩემს რომ მაწონი გამოსდიოდა, დედაჩემი სულ სხვანაირ გემოს მაწონს აყენებდა. ერთიც კარგი იყო და მეორეც ორივე სიამოვნებით მივირთმევდი, მაგრამ იმდენად განსხვავებული გემო ჰქონდათ, რომ არ მგონია, რომ იქ მიკროორგანიზმები ზუსტად ერთი და იგივე, ან ერთი და იგივე შეფარდება ყოფილიყო მათი. ასე რომ ეს ცოტა ესეთი საკითხია რა. კომბოსტოს მწნილიც ესეც ძალიან არასტანდარტიზირებული პროდუქტია, სრულიად განსხვავებული იქნება სხვადასხვა დიასახლისის შემთხვევაში.
მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი გამოცდილება არსებობს, ესეთი გამოცდილება პირადად მეც მაქვს. თუმცა მე მაინც არ ვარჩევდი ვიმეორებ ასეთ დამუშავებას, ვთქვათ, პირდაპირ სასარგებლო მიკროორგანიზმებით დამუშავებას, როგორც არის ტრიხოდერმით დამუშავება. მაგრამ, რადგან ეს არსებობს, ვიმეორებ და ეს რჩევები საკმაოდ ფართედ გავრცელებულია ინტერნეტის საშუალებით, ამიტომ, რაღაც გარკვეული კომენტარი მეც უნდა გამეკეთებინა, მით უმეტეს მეც გამოცდილება მაქვს. და ეს გამოცდილება მოიცავს ძირითადად პოსტნეული კულტურების თესლების დასველებას. როგორც ამბობენ, ვთქვათ, ძალიან კარგი შედეგია ხორბლისა და ქერის დასველებაზეც ასეთ სითხეებში. თუმცა მე ეს არასოდეს არ გამიკეთებია, ვერ მოვიტყუებ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.